სოფია მალოქშანიძე გადაწყვეტილებებს ყოველთვის სპონტანურად იღებს. კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული, თუმცა საკუთარ თავს ტიპურ ტყუპებად მიიჩნევს. ცვალებადია, სიახლეები უყვარს, ცნობის მოყვარია და განწყობა ხშირად ეცვლება. 22 წლის იყო, როცა თავგადასავლების საძიებლად ამერიკაში წასვლა გადაწყვიტა. დამოუკიდებლად ცხოვრების სკოლა გერმანიაში ყოფნის დროს ჰქონდა გავლილი, ამიტომ შტატებში ჩასულს თავის დამკვიდრება აღარ გასჭირვებია. თუმცა პირველი რამდენიმე თვე მაინც რთული იყო. სამსახურის ძიების პროცესის დროს არაერთ საინტერესო და მისთვის უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდა. იყო შეხვედრა და ვაკანსია სოციალური აგენტის პოზიციაზე. სადაც გავაგზავნე ჩემი CV და დამირეკეს და მიმიწვიეს ინტერვიუზე. და რაღაც 7 წუთიანი გასაუბრების შემდეგ მისვამემ შედამისვისაც შეკითხვა, იქაც იყო შევსებული პრინციპში ბლანკშიც, მაგრამ ზოდიაქოთი რა ხარო და 3 დღის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ძალიან მოგვეწონე, საინტერესო ადამიანი ხარ, აქტიური, მაგრამ ამ პოზიციას არ აკმაყოფილებ შენი ზოდიაქოს გამო. სოფიასთვის პირველი მწარე გამოცდილება ზოგიერთი ამერიკული კერძო კომპანიის დირექტორებისთვის მიღებული და აპრობირებული მეთოდია. ისინი კადრების შერჩევისას ასტროლოგებს რჩევისთვის მიმართავენ და პერსონალს სწორედ ზოდიაქოს ნიშნის, უფრო ხშირად კი პირადი ჰოროსკოპის გათვალისწინებით ირჩევენ. მათი აზრით, ეს მეთოდი კომპანიას მომავალში წარმატებას მოუტანს. წარმოიდგინეთ, რომ ფირმა უყვეთავს ასტროლოგს ესეთ რამეს, რომ აი მყავს 4 პრეტენდენტი და რომელი უფრო შემისრულებს ესეთ მძიმე სამუშაოს, თქვა დაასახელებს რაღაც სამუშაოს. რა თქმა უნდა, შეასრულებს უფრო მძიმე სამუშაოს ის ადამიანი, ვისაც პირად ჰოროსკოპში ექნება სათორნე მე-6 სახლში. ანუ ეს ცნობილი ამბავი, ამ დროს სხვებიც კარგები არიან, ყველანი კარგია და ვერ გადაწყვეტა ფირმა, რომელიც მიაჩნიეს უპირატესობა და სამუშაოს პირობის შესაბამისად ესეთი ადამიანი ურჩევნია. საქართველოში კადრების შერჩევისას მათ ზოდიაქოს ნიშანს ძალიან იშვიათად ითვალისწინებენ, თუმცა როგორც ასტროლოგები გვირჩევენ, პირადი ჰოროსკოპის ცოდნა პროფესიის შერჩევისას მნიშვნელოვანია და ხშირად მასზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებულები ვიქნებით საქმეში. ერთის ზოდიაქოს ნიშანი ვისაც ექნება გამოკვეთილი, არა მარტო ის, რომ მან იცის, რომ ზოდიაქოს ნიშანში ან მზე აქვს ერთში, არამედ სხვა პლანეტების თუ ბევრი აქვს ერთის ზოდიაქოს ნიშანში, მაშინ მას ექნება სურვილი აკეთოს საქმეები, რომელშიც მცირე ლიდერობის საშუალებაც არის, მარტო საქმის გაკეთების საშუალება, რაღაცის გაძღოლის საშუალება, მოკლე მანძილებს ესე ვთქვათ. უროს ზოდიაქოს ნიშანი ვისაც ექნება გამოკვეთილი, არა მარტო მზე, არამედ სხვა პლანეტებიც, მათ უფრო ფუნდამენტური, უფრო ნელი და მყარი შესაძლებელი სამუშაოები უყვართ, თქვათ გამოთვლასთან დაკავშირებული შესრულებასთან, ზედმიწევის შესრულებასთან დაკავშირებული. ტყუპებისთვის მთავარია ლავირების საშუალება ჰქონდეთ. ხშირად კომფორტულად თავს რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებისას გრძნობენ. უყვართ ცვლილებები, გასააზრებელი და დასაკვირვებელი პროფესიები. კირჩხიბებმა ფუნდამენტური საქმე უნდა აკეთონ, რაც ოჯახს, საოფისე სამუშაოებს ეხება. საქმის ბოლომდე მიყვანა ახასიათებთ. ლომის ზოდიაქოს ნიშანზე პირველი უთვისება ის არის, რომ ვისაც გამოკვეთილი აქვს ეს ზოდიაქოს ნიშანი, მას სურვილი აქვს შემოქმედებითად ძალიან კარგად გამოხატოს თავი და როგორც ლიდერმა და უფროსმა და დირექტორმა ისე გამოხატოს თავისი თავი. ქალწულებს საქმის მიზანმიმართულად კეთება მოსწონთ, მოწესრიგებულები არიან, საკუთარ თავს რეალიზებულად სწორედ მსგავსი პროფესიის შერჩევისას გრძნობენ. სასწორებს კარგად გამოსდით საქმის ორგანიზება, უყვართ სასიამოვნო და ესთეტიური სამუშაოს შესრულება. ხშირად ამბობენ უარს უხეში საქმის კეთებაზე. მორიელის ზოდიაქოს ნიშანებსაც არ გამოკვეთილი გინდა პლანეტების კონცენტრაციით და გინდა მეათე სახლის ან პრესტიჟის სახლის დასაწყისი მორიელში, მათ აქვს სურვილი რაღაცა მართონ, რაღაცა წაიყვანონ, რაღაცა შექმნან, ფუნდამენტური, შვიდოსან ყოველთვის ეძებს რაღაცას, საკონტაქტოს რაღაცას, ახალს შეეხოს, ისწავლოს, გაერკვეს, წავიდეს, იმოგზაუროს, აი ყველაფრისკენ ტენდენცია. ხიზრქა კარიერისტია, მიზნის მისაღწევად ნაბიჯი მიიწევს და არანაირ სამუშაოს არ ერიდება. ხშირად ხდება სხვადასხვა ორგანიზაციის თუ კომპანიის დირექტორი. მერწყულებისთვის მთავარია სიახლეები, ახალი ურთიერთობები, არასტანდარტული და ორიგინალური პროფესიები. სტევზები ეს არის ერთადერთი ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ვერაფერს ვერ ურჩევს საერთოდ, მაგრამ იმიტომ რომ მას დიაპაზონი სრული აქვს აბსოლუტურად, შეუძლია გამოვიდეს ემოციურ სფეროში მომუშავე ადამიანი და შეიძლება გამოვიდეს, თქვათ, სრულად ტექნიკურ და ღრმა მიმართულებით მომუშავე ადამიანი. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. პირადი ჰოროსკოპის არცოდნა ხშირად ხდება წარუმატებლობის მიზეზი. არასწორად შერჩეულმა პროფესიამ კი შესაძლოა სამსახურში თავი არარეალიზებულად გვაგრძნობინოს. ამიტომ გაითვალისწინეთ ასტროლოგთა რჩევები და დაგეგმეთ საკუთარი მომავალი ცხოვრება სწორად.